მოვიმარჯვე მოვიმარჯვე მიკროფონა მოვიმარჯვე შევადგა მშვიდობისა გოგონებო დღეს ახლა გავიღვიძე იმედია მუშაობს ხოლმე გავიღვიძე გავიბრანჭე ისე ზოგადად ყოველთვის ვიბრანჭები ხოლმე მაგრამ როდესაც ესე იგი თქვენთან მოვდივარ რომ ჩავერთო განსაკუთრებით ახლა ცოტა ახალი გაღვიძებული ვარ უყავოდ მაგრამ იცით რა არის გუშინ საღამოს მქონდა ერთი კონსულტაცია და ერთ-ერთ გოგონასთან და ძალიან მინდა რომ აი ამ კონსულტაციიდან გამომდინარე ძალიან დავიმუხტე გარკვეული სახის ინფორმაციებით და მინდა რომ გაგიზიაროთ გოგონებო დღეს გვექნება იცით რაზე საუბარი როდესაც პარტნიორი მიგატოვებთ გოგონებო და წავა რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ უკან მოვიდეს ოღონდ უკან მოვიდეს როგორ იცით რომ მიხვდეს რა დაკარგა. აი ამაზე გვექნება საუბარი, ასე რომ ვისთვისაც ეს მტკივნეული თემა არის, აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს და ჩაინიშნეთ გოგობო, ვისაც ბლოკნოტი გაქვთ, შეგიძლიათ ბლოკნოტაშიც ჩაიწეროთ, რომ ან ხშირად უყუროთ ხოლმე ჩემს ვიდეოს, იმისათვის რომ დაიმახსოვროთ და კიდევ ერთხელ გაიაზროთ, რას ვსაუბრობთ. მოკლედ, სიტუაცია. მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ წავიდეს. პირველ რიგში გოგონებო უნდა დავიმახსოვროთ ესეთი რაღაცა. თუ მამაკაცი გეუბნებათ, რომ თქვენთან ერთად ყოფნა აღარ უნდათ, არ გეგონოთ, რომ მამაკაცები არიან ქალები. და ვამბობთ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ მამაკაცი გამოგვეკიდოს. თუ მამაკაცი გეუბნებათ, რომ თქვენთან ერთად ყოფნა აღარ უნდა და მიდის, ეს ნიშნავს იმას, აბა ჩაიწერეთ ეხლა და დაიმახსოვრეთ, რომ ამ კაცს იმ მომენტში თქვენთან ერთად ყოფნა ნამდვილად აღარ უნდა. და არაკეთებს ამას იმიტომ, რომ გაეკიდოთ. უბრალოდ იმ კაცს იმ მომენტში კიდევ ვიმეორებ, მართლა არ უნდა თქვენთან და ილუზიებში არ უნდა იყოთ, რომ უი, იქნებ იმიტომ მითხრა, რომ უნდა. იქნებ უნდა გავეკიდო, იქნებ უნდა არაფერი, უბრალოდ არ უნდა და всё. ასეთ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? პირველ რიგში ვუშვებთ გოგონებო და ვეუბნებით, რომ ჩვენ მის გადაწყვეტილებას ვცემთ პატივს და შესაბამისად შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება, თუ უნდა პაუზა, თუ უნდა დასრულება ურთიერთობის და წავიდეს თავის გზაზე, ვუხდით აუცილებლად მადლობას დათმობილი დროისა და ყურადღებისათვის, მიღებული გამოცდილებისათვის და გაკვეთილებისათვის და ვუშვებთ. ოღონდ ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ ესე კარგი გოგოს როლი გქონდეს, არა, უბრალოდ ნამდვილად ასე უნდა თვლიდეთ, რომ ნებისმიერი მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში მოდის გამოცდილებისათვის და შესაბამისად, როდესაც ამ გამოცდილებას მიიღებთ და როდესაც ამ კაცს გაუშვებთ თქვენი ცხოვრებიდან ან თვითონ მიდის, არა აქვს მნიშვნელობა, ვუხდით გულწრფელად მადლობას. გავიგეთ ხო? ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? შეგიძლიათ ერთი დღე 24 საათი დაუთმოთ დრო იმას, რომ იტიროთ და იქვითინოთ. შეგეცოდოთ საკუთარი თავი და მსხვერპლის როლი მოირგოთ, ეს აუცილებელია ქალებისთვის. ამიტომ ამ 24 საათის გასვლის შემდგომ პირველ რიგში ვაკეთებთ რას? შევდივართ სოციალურ ქსელში და არ ვცვლით არც პროფილის ფოტოს და ვწერთ, რომ დედა რა უბედურებაა, ან ვაიმე როგორი მოწყენილი ვარ, ან ცხოვრება ასეთი უსამართლოა და ლალალა ტრალალა, აი ეს რაღაცა უბედური სტატუსები და ასე შემდეგ საჭირო არ არის. არც WhatsApp-ის პროფილის ფოტოს გამოცვლა არის საჭირო, რომ ცრემლიანი ქალის ფოტოების დადება არ არის საჭირო. არაფერს არ ვცვლით, არაფერს არ ვაკეთებთ. WhatsApp-ში თუ გვაქვს ჩართული ერთადერთი რასაც ვაკეთებ თუ ჩართული გვაქვს ფუნქცია რომ აჩვენოს ბოლოს როდის იყავით ონლაინზე ამას ვთიშავთ მხოლოდ არ ვცვლით და არ ვშლით პროფილის ფოტოს და ასე შემდეგ ეს არის ყველაფერი ძალიან მაგარი ბანძობა და გოიმობა გავიგეთ რატო ვთიშავთ ახლა ამას როდის ვიყავით ბოლოს იმისათვის რომ პირველ რიგში არ დაინახოთ თქვენი პარტნიორი ბოლოს როდის იყო, იმიტომ რომ ამას აი ეს დებილი გოგოები ძალიან ხშირად ვაკეთებთ და აბა როდის იყო, აბა შემოვიდა, აბა გავიდეთ ლელელელელა და მეორე კიდე იმიტომ, რომ ამ კაცმა არ დაინახოს ბოლოს როდის იყავით ონლაინზე. 10 დღის განმავლობაში სრულად ვერთვებით საკუთარ თავზე, ვისაც სპორტზე გინდათ დაწყება სიარულის დაიწყეთ, ეგ ჩემი ის არის, რა ქვია, სუსტი წერტილი. სპორტზე დაიწყეთ სიარული, მეორე, წადით კოსმეტოლოგთან, წადით სალონში, გადით მეგობრებთან ერთად, გაიბრანჭეთ ყოველგვარი ფოტოების და ვიდეოების ატვირთვის გარეშე. ამ 10 დღის განმავლობაში თქვენ უნდა გადახვიდეთ სრულად ისეთ პოზიციაში, სადაც მამაკაცმა არ იცის თქვენ საერთოდ რას ფიქრობთ, სად ხართ, რას აკეთებთ და რას აიქმნთ. გასაგებია? იმიტომ რომ თქვენ თუ მამაკაც გადაუშალეთ წინ, რომ აი, უშენო ძალიან კარგად ვარ.
აი ფოტოებს ვდებ, ვიდეოებს ვდებ, ძალიან კარგად გრძნობ თავს. თან რაღაც სტატუსებს აზიარებთ საღამოს პირველზე, რომ ძალიან ცუდად ახართ და კვდებით. რა თქმა უნდა, სასაცილოა გოგოებო და მამაკაცი ასეთ შემთხვევაში არ დაბრუნდება, იმიტომ რომ ყველაფერი იცის თქვენთან დაკავშირებით. მამაკაცი ბრუნდება მხოლოდ იქ, სადაც იდუმალებაა, სადაც არ იცის რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ მივდივართ სრულად უჩუმრობისკენ. ოღონდ ჩემი გრამატიკაც არ შეიმჩნევთ. ოღონდ ამას ვაკეთებთ მართლა გულწრფელად საკუთარი თავისათვის, ანუ ვერთვებით საკუთარ თავზე, მარტივად რომ ვთქვათ, ხო? ამის შემდეგ თქვენ, სადღაცა 10 ან მაქსიმუმ 15 დღის ვადაში, ანუ ვიძახი რომ გამოჩნდება აუცილებლად ეს ადამიანი, ელემენტარულად მოგიკითხავთ მაინც. ეუბნებს, ცემთ აუცილებლად პასუხს და ეუბნებით, მადლობა მოკითხვისთვის, ძალიან კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? всё. შემხვდი შეგიძლიათ არც უპასუხოთ, შეგიძლიათ უთხრათ რომ მოიცა ეხა დაკავებული ვარ მერე, არც მერე არ უპასუხოთ, ახვეწნინეთ და ასე შემდეგ. ეს ეტაპები კიდე სხვა არის. ამიტომ ეხლა გაქვთ თქვენ დავალება. ვისაც ესეთი სიტუაცია გაქვთ, არა აქვს მნიშვნელობა, ეხლა დაშორდით. 2 კვირის წინ, 2 თვის წინ. ემუდარეთ, ეხვეწეთ, უჩოქეთ და ასე შემდეგ. აკეთებთ იმას, რაც მე გითხარით. არა აქვს მნიშვნელობა კიდევ მეორე, როდის დაშორდით ამ ადამიანს. აუცილებლად გააკეთეთ ეს ყველაფერი და ელოდეთ 10 ან 15 დღის განმავლობაში მაქსიმუმ, რომ ეს ადამიანი კონტაქტზე გამოვა. თუ თქვენ დაიწყებთ შტერულ საქციელებს და საქციელებს რომ, აი ესეთი გაზიარებებს, ტირილებს, ქვითინებს, ხვეწნებს, უკან გაკიდებებს და ასე შემდეგ, ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კაცი თქვენთან არ დაბრუნდება და არც თქვენი, ასე ვთქვათ, ბოდიში. ამას რატო ვაკეთებთ ჩვენ? რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, დაფასება მის თვალში ავამაყოთ. თუ ამას არ გააკეთებთ, ეს არ მოხდება და შესაბამისად ბანძ ქალთან და გოიმ ქალთან და მოხვეწარ ქალთან არც ერთ მონადირე მამაკაც დაბრუნება არ უნდა. ამიტომ მიიღეთ დასტოინად, თავაწეულად მისი ყველანაირი გადაწყვეტილება და გავუშვით. ადამიანის დაკავება განსაკუთრებით კიდე უფრო მეტად შტერი გოგოებს, ჯადოებს და რაღაც სისულელებს რო უკეთებთ კაცებს, ძალიან გთხოვთ ესეთი რამეები არ გააკეთოთ. ჯერ ეს ერთი რომ ძალიან დიდი ცოდვა და მერეც მეორე კიდე ძალიან დიდი კარმული მინუსებია თქვენთვის. და კიდე კაცმა არ იცის როგორ აიმოქმედებს. ამიტომ ეს ტრაცები არ გააკეთოთ. აი მაღლეთ საკუთარი ვიბრაციები, იყავით იმპერატრიცები გოგოებო, იყავით პრინცესები და დედოფლები და არავის არ დაუხაროთ თავი. მამაკაცები ძალიან ბევრი არიან ამ სოფლიოში და ქვეყანაზე დედამიწაზე და ზუსტად ვიცით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის შესაფერის და თქვენთვის საუკეთესო მამაკაცი იპოვით. მაშინ, როდესაც თქვენი ვიბრაციები იქნება ამაღლებული. ძალიან მეამაყება თითოეული თქვენთაგანი, რომელიც მეხმიანება ძალიან ბევრმა გოგონამ წაიკითხა ჩემი წიგნი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარგი შედეგები აქვს და ძალიან დაეხმარა. წიგნის შესაძენად ვისაც გნებავთ, შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში. ძალიან მიყვარხართ, მეამაყებით და აბა თქვენიცით გოგოებო, ყველაფერ საუკეთესოს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.